მისი რუსეთთან კავშირი არის ისე, რუსეთს არჩევანია, რომ ის დალაგებული თემები, რაც ხელისუფლებასთან ჰქონდათ ბჟანიასი და რაზეც იყო შეთანხმებები იმ კანონების მიღებაზე, რომელიც ისოდან აქტუალურია რუსეთის, აი ეს რო გაატაროს რუსეთმა უმტკივნეულოდ, ამიტომ სასახად დაუჭირეს მხარი ეგრეთ წოდებულ მოხელეს ყოველგვარი პოლიტიკური წონის გარეშე, რომელიც უბრალოდ შემსრულებელი იქნება იმ ნებისა, რომლის გატარებასაც რუსეთი ამ არჩევნების უკვე ოფიციალურად დასრულების შემდეგ შეეცდება. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ამ არჩევნებში რუსეთმა, ეს თვალში საცემი იყო, აქ ფულიც ბევრი დაიხარჯა, ემისრებიც ბევრი ჩამოდიოდნენ რუსეთიდან, მინიშნებებიც იყო, რომ თქვათ, იგივე ელექტროენერგია იყო თუ სხვა სიკეთეები, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს აძლევს არასწორი არჩევნის შემთხვევაში შეიძლება დაეკარგათ და მისი ელექტორატი, მთლიანად რუსული ელექტორატი იქნა მობილიზებული, მათ შორის თანხების, საკმაოდ დიდი თანხების საშუალებით, ასევე პოლიტიკური ზეწოლით, მთელი საინფორმაციო კამპანიით, აგრესიული და ამ შემდეგ, იმისათვის, რომ ეს კანდიდატი გამხდარიყო პრეზიდენტი და აი დაუყოვნებლივი იყო პუტინის მილოცვა, რომელიც სავარაუდოდ წინასწარ იყო გამზადებული, იმიტომ რომ გონი ცესკოს წინასწარ შედეგებსაც არ დაელოდა ისე მიულოცა, როდესაც გუმბამ განაცხადა, რომ იგებდა ამ არჩევნებს.